მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენიდან 109 წელი გავიდა. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს სამადლობელი პარაკლისი ჩატარდება. სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართულმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღადგინა. ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად 1990 წელს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით აღიარა. თარიღთან დაკავშირებით წირვა სიონში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე აღავლენს. მოგვიანებით მეუფე შიო ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდსაც ჩაატარებს. დღეს პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-9 დღეა, რასაც მართლმადიდებლური წესის მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 25 რიცხვში ძველი სტილით 12 მარტს არის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სიონის საკათედრო ტაძარში აღევლინება პარაკლისი სამადლობელი, რომელსაც მოჰყვება შემდეგ პატრიარქის სახელზე პანაშვიდი. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ აღიარებაში ილია მეორის წვლილს იხსენებს. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ დღეს აღნიშნავთ. წელს ეს საზეიმო თარიღი ეროვნული მწუხარებითაა დაჩრდილული. გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომლის უამრავ ღვაწლს შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ დედა ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის მსოფლიო დონეზე აღიარებაა. 1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ერმა ისტორიული სამართლიანობა აღადგინა, თუმცა სრულყოფილ და საბოლოო გამარჯვებამდე სწორედ პატრიარქის უდიდესმა ძალისხმევამ მიგვიყვანა. 1990 წელს მისი დაუღალავი შრომისა და უმაღლესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგად მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი არა მხოლოდ ეკლესიის გაძლიერების, არამედ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში. დღეს მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეა, როდესაც მთელი ქვეყანა გლობობს, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მყარი საფუძველი ყველაზე ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას. გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ პატრიარქის დატოვებულ ერთობას და მისი ხსოვნისადმი უდიდესი პატივისცემით ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა. დილიდან ხალხმრავლობა ამჯერადაც სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის შემდეგ ეკლესიაში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. ტაძარში უამრავი ადამიანი მიდის და პატრიარქის მიმართ საკუთარ სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავს. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით სიონის ტაძარი მოქალაქეებისთვის ყოველ დღე დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე ღია. გარდაცვალებით ადამიანმა გვაჩვენა უდიდესი სიყვარული, რომ ეს 5 დღე მთელი ერი გააერთიანა და ყველას ერთმანეთი უყვარდა და ფიქრობ, რომ აი ამ მდგომარეობიდან ძალიან დიდი მფარველობა გვექნება მისგან მთელ საქართველოს. არ წყდება ხალხის ნაკადი პატრიარქის საფლავთან უკვე და აი ეს აქ ჩანს მისი ღვაწლი უკვე გამხელა სიყვარული დათესა მან საქართველოში. ყველა ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს, მადლიერი უნდა იყოს უფლის, რომ მოვესწარით იმ ეპოქას, ვიცხოვრეთ იმ ეპოქაში, როცა პატრიარქი იყო ილია მეორე. პატრიარქმა ხალხი ტაძარში მოიყვანა. ყველაზე დიდი წარმატება ეს იყო. ამაზე დიდი სიხარული ალბათ პატრიარქისთვის ის ზეცაშია, ის ყველაფერს ხედავს. ამიტომ მან დაინახა ის, რაც დაცესა. ალბანეთის მთავარ ეპისკოპოს უნეტარეს იოანესა და პროტოპრესვიტერ სპირიდონ უმასპინძლა მიტროპოლიტმა შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში. მაღალი რანგის სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოთქვეს. საუბრისას გაიხსენეს ალბანეთის მთავარ ეპისკოპოსი ანასტასიც, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა და სტუმრებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. ამავე დღეს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ მოწყალების სახლის ბენეფიციარებს უმასპინძლა. საქართველოს საპატრიარქოში გამართულ ვახშამზე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ისინი დაალოცა. ჩვენ თუ გვინდა რომ
ეკლესიამ გააგრძელოს ღირსეული ცხოვრება, რომ უფალმა შეგვიწყალოს, რომ უფლის შეწევნა ჩვენ გვქონდეს, აი უნდა მივბაძოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ამ საოცარ თვისებებს, რომლებიც მან შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილად მოიხვეჭა. აი სრულყოფილების კიბეს მიაღწია, ასე რომ შეგვეციოს მისი უწმინდესობა თავის წმინდა ლოცვებით, მისი სული კი სასუფეველსაც ათასად დაამკვიდროს, მე თქვენ გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ. საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. თამარ ბაგრატიონის შეერთებულ შტატებში მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. მანამდე კი საქართველოს პირველმა ლედი მონაწილეობა უკვე მიიღო გლობალური სამიტის ერთად უკეთესი მომავლისთვის სამუშაო სესიაში, სადაც მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა. აქცენტი ბავშვთა კეთილდღეობასა და მომავალზე, ასევე იმ ნაბიჯებზე გაკეთდა, რომლებსაც საქართველო ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე დგამს. შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს საქართველოს პირველმა ლედიმ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტში დაათვალიერა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენაც. საქართველოს პირველი ლედის ჰქონდა შესაძლებლობა იმ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში და გაეჟღერებინა ის ძირითადი მიმართულებები და ის პრინციპები, რასაც საქართველო ემსახურება, როგორც ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით, ასევე ციფრულ გამოწვევების ფონზე ჩვენი ეკონომიკური, ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენს პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი და თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი ნაწილი მის გამოსვლაში იყო ის, რომ დედური ინსტინქტის ტრანსფორმაცია ხდება გლობალურ მოძრაობასა და გაერთიანებაში. სამუშაო სესიასთან ერთად წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური ექსპოზიცია, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივ ძალიან წარმატებულ კომპანიებს, ისეთ კომპანიებს, როგორიც არის Starlink-ი, Adobe, Microsoft-ი, Meta და ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინოვაციები და სერვისები აქვთ მათ განვითარებული განათლების მიმართულებით და ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მათ გავსაუბრებოდით და სამომავლო თანამშრომლობაზე გვესაუბრა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი იტყობინება, რომ რეგიონში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებისა და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების მე-80 ტალღა დაიწყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე გახდა სამხედრო ბაზა ისრაელის ქალაქ საფათში, ასევე ობიექტები თელ-ავივში, კირიათ-შმონასა და ბინეი-ბრაკში არიან დაშავებულები. შეტევა იყო ასევე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე ქუვეითში, იორდანიასა და ბაჰრეინში. თავის მხრივ ირანზე დარტყმების ახალი ტალღა გამოაცხადა ისრაელმაც. აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანსა და ირანის კიდევ რამდენიმე ქალაქში. დაიბომბა ქალაქ ბუშერში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. ირანის განცხადებით სადგური არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში იყო ქუვეითის აეროპორტზე. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ამ შემთხვევაშიც არავინ დაშავებულა. ევაკუაცია გამოცხადდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. გაფრთხილება ისრაელის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს და თქვეს, რომ ისინი აგრძელებენ რეგიონში ტერორისტული დაჯგუფების ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. სიდონის სამხრეთ რაიონში ისრაელის თავდასხმებს უმცირე 6 ადამიანი შეეწირა, დაზიანებულია შენობები. თეირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ადასტურებს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ვაშინგტონის მთავარ პირობად კვლავ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა რჩება და ტრამპის მტკიცებით თეირანი ამაზე უკვე დათანხმდა. აქვე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ სექტორში მიღწეულ უდიდეს საჩუქარს, რაც სავარაუდოდ ჰორმუზის სრუტის გახსნას გულისხმობს. ირანთან მოლაპარაკების მნიშვნელობაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტიც ემანუელ მაკრონის თქმით, ამ თემაზე ის ესაუბრა ირანის პრეზიდენტსაც და მას სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა. პარალელურად მსოფლიო ქვეყნის ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდა ისრაელის ელჩმა გაეროში. მისი თქმით, ირანის საკითხი გლობალური პრობლემაა და არა რეგიონული. აღიარეთ საერთო მტერი და იმოქმედეთ ახლავე, სანამ თქვენი ხალხისთვის გვიან არაა, განაცხადა დენი დანონმა. მხარებს კვლავ ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს რომის პაპი.
ქალაქ ლვოვს დაარტყეს ოკუპანტებმა. რუსეთმა ქვეყნის დასავლეთით მდებარე რეგიონზე დრონებით მიიტანა იერიში. დაშავდა 32 ადამიანი. დაზიანებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მე-17 საუკუნის წმინდა ანდრიას ეკლესია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ვინიცის ოლქიც. დაიღუპა 1 ადამიანი, 13 დაშავდა. შემთხვევის შედეგად ცეცხლი წაეკიდა საცხოვრებელ სახლს. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ეკვლევს საქართველოს რუსთავის მერია სემეკთან ერთად ქალაქის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. GVP-მ ხრამი რუსთავის მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო. პროექტი 1 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს. მხარეები სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ, განიხილეს მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვა პროექტებიც. გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემები უნდა დავასრულოთ, ვაგრძელებთ სამუშაო შეხვედრებს სემეკთან, GVP-ის წარმომადგენლებთან ერთად. სამუშაო შეხვედრებზე ვაყენებთ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც მოსახლეობისთვის ჩვენს ქალაქში არის მნიშვნელოვანი. სახეზე გვაქვს უკვე შემცირებული ავარიები და უფრო უკეთესი და საიმედო წყალმომარაგების საკითხები, თუმცა ეს არასაკმარისია და ის სამუშაოები, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ეს ტემპი უნდა გაგრძელდეს, შენარჩუნდეს იმისათვის, რომ თითოეულ პრობლემას თითოეულ უბანში მივხედოთ სათანადოდ. მიმდინარე წელს ჯამურად 15 მილიონამდე ლარის ინვესტიცია გვაქვს დაგეგმილი რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში, რომელიც გარდა მილსადენებისა, ასევე ხმარდება ენერგეტიკული თვალსაზრისით ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ მაქსიმალური დაზღვევა საპომპი სადგურების ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით. უძღვათ რეჟიმში მიმდინარეობს კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გზა აკეთდება თელავში, სპორტის სასახლის მიმდებარედ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 280,000 ლარში ადგენს. აჩინებულის ქუჩასთან დამაკავშირებელი ტერიტორიის რეაბილიტაციის პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ. არის სრულიად ახალი გზა, რაც შეუწყობს ხელს ზოგადად როგორც ქალაქის, ასევე კონკრეტულად აღნიშნული არეალის განტვირთვას საგზაო მოძრაობის კუთხით. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სწრაფად და დინამიურად განვითარებადი არეალი თელავში. აქ შენდება როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ასევე სპორტული ობიექტები. მოსახლეობასაც მიეცემა საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად აქეთ განვითარდეს ეს ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ზომებს მივიღებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ინტენსიურად მოხდეს ამ ზონის განვითარება. Asta იყო კურიერი 10 საათზე. დღის ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. რუსთავი 2 ეთერს კი ბიზნეს სიახლეებით სოფო ოხანაშვილი განაგრძობს.